მითი 84. კუნთოვანი ჯგუფისთვის საუკეთესო ვარჯიშის არსებობა. თუ ვინმე გეუბნება, რომ აი ეს ერთი ვარჯიში აუცილებლად უნდა გააკეთო რომელიმე კუნთისთვის, სამწუხაროდ არასდროს რჩევას გაძლევს. აბსოლუტურად ყველა კუნთისთვის არსებობს უამრავი ეფექტური ვარჯიში. შემდეგი მითი. მეტაბოლიზმი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. კი, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც გონია. თუ რეგულარულად ვარჯიშობ, ეგ ცვლილება ძალიან ნელია. მაგრამ თუ არ ვარჯიშობ, ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება კუნთოვანი მასაც და შემდეგ ეს იწვევს მეტაბოლიზმის შესამჩნევ შენელებას. მითი 86. დამწყება მძიმე არ უნდა აწიოს. მორიგის სულელე დამწყებებსაც შეუძლიათ მძიმედ ვარჯიში, მთავარია სწორი ტექნიკა და ზომიერი დატვირთვა. მითი 87. დღეში 3 ლიტრი წყალი უნდა დალიო. არ ვიცი ეს მითი საიდან მოდის, მაგრამ ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა, რომ უნდა დამელია 8 ჭიქა წყალი, ან 2 ლიტრი წყალი, 3 ლიტრი და ასე შემდეგ. მაგრამ წყლის მიღების რეალური რაოდენობა დამოკიდებულია შენი აქტიურობის დონეზე, წყურვილზე და შარდის ფერზე. შემდეგი მითი. ჯანსაღი კვება ძვირი უნდა იყოს. რადგან რაღაც პროდუქტი უფრო ჯანსაღადაა შეფუთული და ბრენდირებული, არ ნიშნავს, რომ მის ჩვეულებრივ ვერსიას რამით აღემატება. ძირითადად ისინი ნუტრიციულად ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდება და მთავარი სხვაობა ფასშია. 99 მითი. წონებით ვარჯიში ნაკლებად მოქნილს ხდის. რეალურად თუ მოძრაობა სრული ამპლიტუდით და გაკონტროლებულად აკეთებ, ეს უფრო მოქნილს ხდის. მოქნილობის პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა მუდმივად აკეთებ იმაზე ნაკლებ რეინჯს, ვიდრე შენს კუნთებს შეუძლიათ. 99 მითი. მცენარეული ცილები არაეფექტურია. კი, ცხოველურ ცილებში ყველა საჭირო ამინომჟავაა და მათი ათვისებაც უფრო მარტივია, მაგრამ პირველ რიგში არსებობს ყველა ამინომჟავის შემცველი მცენარეც, როგორიცაა სოიო და მეორე, სხვადასხვა მცენარის სწორი კომბინაციით მაინც შეგვიძლია სრული ამინომჟავების პროფილის მიღება.